დღეს არის შაბათი 11 ივლისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 28 ივნისი რაც იმას ნიშნავს რომ ხვალ არის პეტრე პავლობა პეტრესა და პავლეს ხსენება ერთად მოციქულთა თავთან ანუ 12 ივლისია საეკლესიო კალენდრით 29 ივნისი და ზეგ არის ასევე უდიდესი დღესასწაული 12 მოციქულის ხსენება უდიდესი იმიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით რომ ჩვენი მთავარი ცენტრალური ტაძარი საქართველოში სვეტი ცხოველი 12 მოციქულის სახელობის არის ასე რომ ზეგ ორშაბათს 13 ივლისს არის სვეტი ცხოველობა და გილოცავთ წინასწარ. ხვალ როგორც მოგახსენეთ არის ხსენება მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლესი და ძალიან დიდი თემაა რა თქმა უნდა პეტრესზე და პავლესზე საუბარი მათ შესახებ ჩვენ წინა შარშან მე მოვასწარე და გესაუბრეთ მათ შესახებ მიუხედავად იმისა რომ შაბათს იყო სვეტი ცხოველობა 12 მოციქულის ხსენება შაბათს დაემთხვა სვეტი ცხოველში არის ეს ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ და ვისაუბრეთ კიდე ჩვენ იმის შესახებ რატო მოიხსენებიან ერთად პეტრე და პავლე და განსაკუთრებით მე მინდა დავიწყო და გაჩვენო მათი გამოსახულებები განსაკუთრებით რატო გამოიხატებიან ისინი აი ერთად ესეთი მეგრწოდებული ძმური სიყვარულის ხატი არსებობს პეტრესი და პავლესი აი ეს არის ხატი რომელიც არშენაც გაჩვენეთ ეს ნუ ამ ტიპის გამოსახულებები არსებობს კიდევ გვაქვს ქართულ ხელნაწერში ამ ივერონის ხელნაწერში აი ესეთი მინიატურა და მინდა გითხრათ რომ ახლა ამჯერად ამ თემაზე არ შევჩერდები საერთოდ უამრავი ხანგრძლივი თემა მე მინდა მოგიყვეთ მათი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ ცალ-ცალკე როგორ მოხდა პეტრეს მოწამეობრივი აღსრულება ძალიან საინტერესო ამბებია და მინდა მოგიყვეთ და თან მინდა გაჩვენოთ მათი გამოსახულებები და წმინდა ნაწილები დავიწყოთ პეტრეთი ახლა უნდა გაჩვენოთ ეს რა გაგვაჩნია პავლე მოციქულის აი ეს ადვილად იხსნება შედარებით, ხა გაჩვენეთ. აი ეს არის პავლე მოციქულის წმინდა ნაწილების სხეულის ძვლები. და ნახეთ აი რაღაცა დიდი ფრაგმენტები გვაქვს შედარებით. აი ეს ბოლომდე არც ამაქვს ჯერ გახსნილი. აი. და არ არის კარგად დაბინავებული ჯერ, მაგრამ იმედი მაქვს რომ კარგი სანაწილე გვექნება და ეს არის კვერთხი. პავლე მოციქულის კვერთხის ნაწილებია. და ახლა გაჩვენებთ კიდევ რაღაც არაჩვეულებრივი გამოსახულებები გვაქვს პავლესის. ნუ უპირველეს ყოვლისა უნდა გაჩვენოთ ეს არის მე-4 საუკუნის გამოსახულება კატაკომბაში არის გამოხატული პავლე მოციქული ეს 5 პური აქ წინ და მოსასხამი ფილოსოფოსის მანტია ჩვენ ამას წინათ ვისაუბრეთ ფილოსოფოსის მანტია ეს განსაკუთრებული პატევი იყო და პავლეს ჰქონდა ეს განათლება მიღებული და არეოპაგში თქვენ იცით რომ პავლემ იქადაგა შემდეგი გამოსახულება ასევე გვაქვს ესე იგი ორი მოზაიკა პავლე მოციქულის ეს არის უფრო ადრინდელი ესე იგი ეს მე ესე იგი ეს არის 495 წელი ეს არის სანვიტალეა ეს არ არის სანვიტალე რავენაში არის ესა სანვიტალეს ახლა გაჩვენებთ ის სანვიტალეც რავენაშია მაგრამ ეს სხვა ტაძრიდან არის აი და აი სანვიტალედან ეს არის პავლე აი ეს